მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის საბაგირო სატრანსპორტო სისტემების მშენებლობასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერზე მიაწოდეს ინფორმაცია. თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ კომპანია პომაგალსკის შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. პოტენციური კონტრაქტორები, რომლებმაც უნდა განახორციელონ საბაგირო თეთნულის მთაზე საბაგირო გზების მშენებლობის პროექტი, უნდა განიხილოთ მათი წინადადებები, აუხსნათ პროექტში არსებული მთელი რიგი სირთულეები, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ის ოპტიმალური შემოთავაზებები, რაც აუცილებელია ამ კონტრაქტის კარგად შესრულებისთვის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ საქართველოში და ვამონტაჟებთ საბაგირო სისტემებს. უკვე განვახორციელებთ რამდენიმე პროექტი ამ რეგიონში. ამჯერად თეთნულდის პროექტი დავინტერესდით და გვინდა რომ ელექტრონულ ტენდერში მივიღოთ მონაწილეობა.